სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. განაღეთ გუნი თქვენი და გაამახვილეთ სასმენელი თქვენი აღსაქმელად ქრისტეს გასაოცარი არაჩვეულებრივი სიღრმისეული სიტყვებისა. და ვითარცა თქვენ გნებავთ, რათა გიყონ კაცთა, თქვენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ. როდესაც სუფთა გულის ადამიანი პირველად ისმენს ქრისტეს ამ სიტყვებს, ის შეცმუნდება, უხერხულადაც კი იგრძნობს თავს. ой უფალო, როგორ მოხდა, რომ თავად ვერ მოვიფიქრე ის, რასაც შენ გვეუბნები. როგორ ვერ მოვიფიქრე, რომ ადამიანებს უნდა მოვექცე ისე, როგორც მინდა, რომ მე მომექცნენ. მარტივია, არაჩვეულებრივად უბრალოა ქრისტეს ეს სიტყვები, ამავე დროს ღრმა, უძიროდ ღრმა. სადადა მარტივია ყოველი სიტყვა მაცხოვრისე ჩვენისა. მარტივია მისი ყველა სწავლებაც. რამე თუ ის მიმართული იყო არა ქედმაღალი სწავლულებისაკენ, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ იციან ჭეშმარიტება, არამედ იმ თავდაბალი, იმ არაფრის მცოდნე ადამიანებისაკენ, რომელთათვისაც უცხოა სიამაყე და ქედმაღლობა, რომლებიც იოლად განიმშვალებიან ყოველგვარი ნამდვილი, ჭეშმარიტი გაბწყინვებული ღვთაებრივი ნათლით. უფრო სიღრმისეულად ვიდრე გალილეველმა მეთევზეებმა, ვინ აღიქვა ქრისტეს სიტყვები, უფრო სიღრმისეულად ვინ გაიგო ისინი, ვინ გამოუცხადა მთელ ქვეყნიერებას. თავდაბალ, თვინიერ, მორჩილ, საკუთარი თავი რომ არაფრად მიაჩნიათ, ისეთ ადამიანებს ეუბნებოდა უფალი სიტყვებს, რომლებიც მათთვის იოლად გასაგები იყო. თქვენც მოისმინეთ ეს სიტყვები თქვენი გულის უბრალოებით. ისმინეთ უდიდესი ნდობით უფალ იესო ქრისტეს მიმართ. რა განსაცვიფრებელ მოთხოვნას გვიყენებს იგი ჩვენ. მსოფლიოს ქრისტემდე ასეთი მოთხოვნა არ სმენია. ქვეყნიერებას არასოდეს მისულა იმაზრამდე, რომ ადამიანებს უნდა მოექცე ისე, როგორც გვინდა, რომ ისინი მოგვექცნენ ჩვენ. მსოფლიო არასოდეს მისულა იმ აზრამდე, რომ სიკეთე ვუყოთ ჩვენს მოძულეებსა და შეურაცხყოფელებს. ქვეყნიერება ვერასოდეს გაიგებდა, თუ კი არ მოვიდოდა ქრისტე, რომ უნდა ყვარებოდა მტერი ჩვენი. უბრალო და მარტივია ქრისტეს სიტყვები, მაგრამ ეს სიტყვები ჩვენ გვიყენებს ყველაზე მაღალ, ყველაზე მძიმე მოთხოვნას. რადგან თქვით იოლია კი შევასრულოთ ის, რასაც იგი მოითხოვს ჩვენგან. ნუ თუ იოლია გვიყვარდეს ჩვენი მტრები, ნუ თუ იოლია კეთილს უყოფდეთ ჩვენ შეურაცხყოფელებს, ნუ თუ იოლია უკან მოუხედავად მივცეთ ყველა მთხოვნელს, ნუ თუ იოლია ვასესხოთ ადამიანებს და საერთოდ არ ვიფიქროთ იმაზე, რომ უკან დაგვიბრუნებენ. ხოირა ძნელია ეს, როგორი შეუძლებელი, როგორ არ ეთვისება ამასოფლის ადამიანთა ცნობიერებას. მაგრამ საქმე ისაა, რომ უფალი ამას ეუბნება არა ამ სოფლის ადამიანებს, არამედ ჩვენ ქრისტიანებს, რომლებზედაც წმინდა პეტრე მოციქულმა თქვა სიტყვები, რომლებიც თქვენ ყველას უნდა გახსოვდეთ, რამე თუ ისინი უშუალოდ თითოეულ თქვენგან შეეხება, ხოლო თქვენ ნათესავი რჩეული, სამეუფოი, სამღვდელოი, თესლი წმინდა, ერი მოგებული, რაითა სათნოებითა მიუთხრობდეთ, რომელმან იგი ბნელისაგან გიწოდა თქვენ საკურველსამას ნათელსა მისა. უფალი ეუბნება მათ, ვინც უნდა იყოს ნათესავი, რჩეული ქრისტეს მიერ,
თავის ამძიმე მოთხოვნებს, განუცხადებს მათ, ვინ უნდა იყოს თესლი წმინდა. ერი მოგებული, რათა თავისი ცხოვრებით, საქმეებითა და სიტყვით, სათნოებითა მიუთხრობდეთ, რომელმან იგი ბნელისაგან გიწოდა თქვენ საკვირველსა მას ნათელსა მაგას. ქრისტეს სრულყოფილობასა და სათნოებას ღმერთისა უნდა ვაუწყებდეთ ადამიანებს მთელი ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმეებით, ჩვენი ყოველი საქციელით, ჩვენი სიტყვებით. თუ ასეა, თუ კი ჩვენ ვართ თესლი წმინდა, სამეუფო სამღვდელო, განა ჩვენ მიმართ არ უნდა იქნას წამოყენებული ყველაზე მაგალი მოთხოვნები, რომლებსაც გვიცხადებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. განა არ უნდა მოგვეთხოვებოდეს, რომ შევიგნოთ მთელი სიღრმე და ჭეშმარიტება ქრისტეს ამ სიტყვებისა და ვითარცა იგი თქვენ გნებავთ, რათა გიყო მკაცდა, თქვენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფთით მათ. დიდი, ძალიან დიდი ხნის წინათ ითქვა ეს ღვთაებრივი სიტყვები. და დღეს რას ვხედავთ ირგვლივ? თუნდაც საკუთარ თავში. განა ისე ვექცევით ადამიანებს, როგორც გვინდა რომ თავად მოგვექცნენ? ჩვენ ხომ გსურს რომ არ დაგვამცირონ და აბუჩად არ აგვიგდონ. და განა ვინ არ იქცევა ასე. ყველას გვინდა რომ ცხოვრებისეულ რთულ ვითარებაში ახლობლები გვეხმარებოდნენ და ზრუნავდნენ ჩვენზე. მაგრამ კეთილდღეობის დროს, როდესაც არაფერი გვაკლია, განახშირად გვახსენდებიან უპოვარები, რომლებიც ჩვენ შეწევნას ელიან. არა, ხოლო უფალი მოითხოვს, რომ არასოდეს დავივიწყოთ ისინი. იოლია, ძალზედ იოლია გიყვარდეს ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვართ. განაძნელია გიყვარდეს მამა, დედა, ცოლი, შვილები, მაგრამ დიდია კი საფასური ამ სიყვარულისა? არა. მას თითქმის არაფერი ფასი არ აქვს. რამე თუ საკუთარი ნათესავები და შვილები იმ სიყვარულის ინსტინქტით გვიყვარს, რომლებიც ჩვენში ბუნების მიერ არის ჩადებული. ნუ თუ არსებობს დედა, რომელიც თელ თავის გულითაც სითბოს, სიყვარულს და ალერტს არ გაიღებს საკუთარი შვილისათვის. განა რომელი დედა არ გაწირავს სიცოცხლეს შვილისათვის, როცა მას საფრთხე ემუქრება. აქ რაღაცნაირად ესეთი აზრი მომივიდა. წმინდა ლუკა კითხულობს, რომ მახავო ესე დედასო, რომ შვილის გამო თავი არ გაწიროსო? სამწუხაროდ ეხლა ესე დედებს უკვე ვხედავთ. ზოგი საერთოდ არ აჩენს შვილს კლავს, იმიტომ რომ მერე პრობლემები არ შეუქმნას. ზოგი თავის თავით არის ჩაკეტილი და საერთოდ არ ზრუნავს შვილზე, არაფერს არ უკეთებს. რამდენჯერ გაგვიგია ამბავი, რომ ვიღაცამ შვილი დატოვა ნაგვის ურნასთან, ზოგმას ადატოვა, ზოგმას ადატოვა. მხეცები, რასაც არ კადრულობენ, იმას კადრულობს ზოგიერთი დედა. არა და ნახეთ რა მოგვითხოვება, ყველას ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ჩვენ უნდა მოგვიქცნეთ. და მამები გვეუბნებიან, რომ როდესაც შენ ახლობელს კარგად ექცევა, ეს არაფრის სასყიდელი არ არის, ეს ბუნებით არის ესე. ესე იქცევა ჩიტი, ესე იქცევა დათვი, ესე იქცევა მგელი. მაგრამ სამწუხაროდ ამ საზომზეც არა ვართ, ზოგიერთი უფრო ქვემოთ არის, მხეცებზე დაბლადგას თავიანთი ცხოვრების წესით. ეს ცხადია, კარგია, მაგრამ გააჩნია კი უმაღლესი ზნეობრივი საფასური? არა, არ გააჩნია. სწორედ ამიტომ ბრძანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და უკეთ თუ გიყვარდნენ თქვენ მოყვარენი თქვენი, რაი არს მადლი თქვენდა. რამე თუ ცოდვინიცა მოყვარეთა მათა ყვარობენ და უკეთ თუ კეთილის ყოფილთა თქვენთა კეთილსა უყოფდეთ, რომელი მადლიას თქვენთანა. რამე თუ ცოდვინიცა ამას ყოფენ. ღვთიურ მადლს ამგვარი სიყვარულითა და საქმეებით ვერ მოვიმკით. ანუ იმით ახლობელი რო გიყვარს და
ახლობელსო პატისევ ღვთის მადლს ამიტი კაცი ვერ მოიგროვებ. ეს გამორიცხულია. მათაც კი ვინც სიკეთეს გვიკეთებენ და ჩვენგან საპასუხო სიკეთეს იღებენ, განსაკუთრებული საფუძველი ჩვენი მადლიერისა არ გააჩნიათ. რამე თუ ჩვენ სიკეთეზე სიკეთით ვეპასუხობთ. მას უფლისაგან რა მადლს მოველით. ზნეობრივი დამსახურება ამაში არ არის. და უკეთო ავასხებდეთ მათ, რომელთაგან ესავთ კვალად მოღებასა, რომელი მადლიას თქვენდა. რამე თუ ცოდვენით და ცოდვილთა ავასხებენ, რაითა მიიღონ სორი. უფალი ჩვენგან მოითხოვს ისევ ასესხოთ, რომ უკან დაბრუნების იმედი არ გქონდეს. უკან დაბრუნება აღარ მოვითხოვოთ. ეს ღრმად სამართლიანი საქციელია და ჩვენ გვართვებს ასე მოხსევა. როდესაც მძიმე ვითარებაში ჩავარდნილი, საბრალო ადამიანი კარს მოგვადგება და მატერიალურ დახმარებას თხოვს. შესაძლოა წინასწარ იცის, რომ დაბრუნებას ვერ მოახერხებს, მაგრამ სირცხვილისა და უხერხულობისაგან დათრგუნული მაინც სესხად გთხოვს. მხოლოდ სესხად. დარწმუნებულიც რომ ვიყოთ ამაში, მისი პირობის მოჩვენებით სიმტკიცეს შეარყევთ, რათა მისთვის ძალზე მტკივნეული არ იყოს. სუფთა გულით მიეცით, რასაც გთხოვთ და უკან დაბრუნებას დაელოდებით. აი მაშინ უგზარმაზარ მადლს მიიღებთ ღვთისაგან, რამე თუ ის, რაც გააკეთეთ, დიდად კეთილი საქმეა. აქაც დავფიქრეთ ახლა ჩვენ, როიცი რომ კაცი ფულს თხოვს და მომცემი არ არის. ძირითადად არ ვაძლევთ. იმანაც იცის რომ გთხოვს ფული მას ეს ხეო რომ მომცემი არ არის, მაგრამ ისე უჭირს გაჭირვების გამო ამას კადრულობს და გეუნება ესეთ რამეს. და ნახეთ ეს მინდა მამა რას გვეუბნება, შეარცხვენო. ეტყვი შენ მაგის გადახვდელი არ ახარ და არ მოცემო, ისე მეეციო. და აღარ დაელოდო ის რომ რამეს დაგიბრუნებსო. ნახეთ? ამ სიტყვებს რომ ამბობს, ბოლოს რას ამბობს? აი ეს უნდა დავიჭიროთ და არ უნდა გაგვიქცეს გონებიდან. აი მაშინ უზარმაზარ მადლს მიიღებთ ღვთისაგან. რამე თუ ის რაც გააკეთეთ, დიდად კეთილი საქმეა. უფალი მოითხოვს, რომ ვინც ერთ ლოყაზე სილას გაგვაწნავს, მეორე ლოყა მიუშვიროთ. ხოლო მას, ვინც მოსასხამს წაგართმევს, პერანგიც მივცეთ. განა ბევრი იქცევა ამგვარად. არა, უკიდურესად იშვიათად იქცევიან ასე. ასეთი ძალა მხოლოდ წმინდა ადამიანებს შესწევთ. ერთ მაგალითს მოგითხროთ. წმინდა ტიხონ ზადონელს რაც წმინდა ტიხონ ზადონელს შეემთხვა. როდესაც მოკრძალებულად ხმადაბლა მიმართა მან ერთ ახალგაზრდა ქალაქელ მემამულეს, გამოესწორებინა თავისი ცხოვრება, პასუხად ლოყაში სილა მიიღო. იცით როგორ მოიქცა წმინდანი? ფეხებში ჩაუვარდა ამ თავხეთს
და შენდობა თხოვა, რომ მრისხანებაში ჩააგდო. არ იკითხავთ, როგორი იყო ამ ყველაფრის შედეგი. სრულიად განსაცვიფრებელი. თავნება ახალგაზრდა კაცი ისე შეძრა და გააუგნა წმინდა მამის აქციელმა, რომ თავად ჩაუვარდა ფეხებში წმინდას. უარყო თავისი აღვირახსნელი ცხოვრება და სამაგალითო ქრისტიანად იქცა. და პატერიკში ერთი ასეთი ამბავია, ადამიანს კი არა, აფთარს დაუჩოქა ბერმა. ერთ-ერთ დიდებულთან მივიდნენ, იმას აფთარი ყავდა და გამოვარდა. და ამის მოწაფემ ჯოხი მოუქნია აფთარს. ეს აფთარი უფრო გაბრაზდა ახლა, რა თქმა უნდა და ბერმა გააჩერა თავის მოწაფე, რას ეკეთებ კაცო? და აფთარს გაუკეთა მეტანია. ეს ველური ცხოველი გატრილა წავიდა თავისახმის. ხეცი ხდება, როცა სწორედ იქცევი, როგორ უნდა მოიქცეს. და თუ ჩვენ ადამიანებს სწორედ მოიქცევით, ის ადამიანები საერთოდ ჭაბუკის მსგავსად, რომელიც ისეთი თავხედი იყო, ბერს გააწნა, მაგრამ სიმდაბლე რო იყიდა იმისგან დაუჭოქა და გამოსორდა. ჩვენს თუ ასე მოიქცევით, სხვებიც გაიგებენ რა არის სწორი. ერთი მომაკვდავი მოხუცისაგან აღსარებას ვისმენდი, რომელმაც თავისი ცხოვრების დიდი საიდუმლო გამანდო. დიდი ცოდვა გამიმხილა. მან მიამბო, რომ ერთხელ ღამით ქუჩაში ორი ყაჩაღი დაესხა თავს, რომლებსაც მისთვის სამოსის წარწმევა განეზრახათ. იგი დიდ ფიზიკურ ძალას ფლობდა, ამიტომ დაიჭირა ერთ-ერთი ხელში ხელი წაუჭირა და დაახჩო. მეორე შეშინებული ადგილიდან მოწყდა. პალტოსა და კოსტუმის გამო მან უმძიმესი ცოდვა ჩაიდინა. რამე თუ მოციქულისგან ვისმენთ, რომ ცათა სასუფეველში მკვლელების ადგილი არ არის. განაუკეთესი არ იქნებოდა მშვიდად ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე ბოროტმოქმედისათვის ის მიეცა, რასაც ითხოვდნენ. განა სხვა პალტოსა და სხვა პიჯაკს ვერ იყიდი და ახლა კი მის რით გამოისყიდის ამ მძიმე ცოდვას და რას გაიღებს საკუთარი სულისთვის. ხედავთ, ეს სულაც არ არის ფანტასტიკური მოთხოვნა და თუ კი გულს ძალ უწეს, მისი შესრულება შესაძლებელია. მაგრამ აი, უამრავი შეცმუნებული ჩერდება